ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5-ზე. მოგესალმებით, ზურფას რადიო მსმენელებო, გთავაზობთ საუბრებს სტუდიაში. ვინც წერს, შეიძლება 1000 წლით ადრე იცხოვრა მასზე, ვინც კითხულობს. რათა შეხვედრა ყოველჯერზე ხდება და ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, თუ ეს ნაწერი პერსონალური სტილითაა დაჯილდოვებული და ესთეტიკურ და ეთიკურ ემოციებს გადმოსცემს. აი ეს არის სასწაული წერისა, რომელიც წარსულის აწმყოში შეხვედრას გვთავაზობს. ეს გახლავთ ფრაგმენტი წიგნიდან წერის სიყვარული, რომელიც თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებულ მწერალს დაჩა მარაინის ეკუთვნის და ეს ფრაგმენტი მივიჩნიე ჩვენი გადაცემის ერთგვარ კარის შეღებად იმისთვის, რომ თქვენი გულისხმა, თქვენი ემოცია, თქვენი ფიქრი მივაპყრო კიდევ ერთ რომანს ამ არაჩვეულებრივი იტალიელი მწერალი ქალბატონის დაჩა მარაინის, რომელიც სულ ახლახან ითარგმნა და გამოვიდა ქართულ ენაზე და ამ ახალი წიგნის, ისევე როგორც წერის სიყვარულის და კიდევ ორი რომანის თარგმნელი გახლავთ ქალბატონი ნუნუ გელაძე, თარგმნელი ლიტერატორი, სრულიად განსაკუთრებული ადამიანი, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ადამიანი ქართულ-იტალიური კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების თვალსაზრისით. იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზატორი და დიდი სახელმწიფოებრივი საქმეების შემოქმედი. ხოლო რაც შეეხება ახალ წიგნს, რომელიც ითარგმნა და გამოსცა გამომცემლობა დიოგენემეს, გახლავთ მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება. ეს არის დაჩა მარაინის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნა, რომლის მიხედვითაც დაიდგა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, გადაიღეს ფილმი. 1990 წელს გამოვიდა პირველად მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება და აი ამ დროიდან დაიპყრო მან მკითხველთა გულები და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს წიგნი უკვე არსებობს ქართულ ენაზე. ამ წიგნის წარდგენა სულ ცოტა ხნის წინ შედგა მაღაზია ბიბლუსში და ამ წიგნის წარმომადგენლნი იყვნენ თავად მთარგმნელი ქალბატონი ნუნუ გელაძე და წიგნის რედაქტორი, პოეტი, მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე. ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ორივე მათგანს გავესაუბროთ და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ მათთან ინტერვიუს. თუმცა მანამდე ორი სიტყვით გეტყვით ამ რომანის შესახებ, მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება, რომელიც თავად დაჩა მარაინის შორეულ წინაპარს ეძღვნება. ამ წიგნის ბოლო გვერდზე დართულ ანოტაციაში კითხულობთ. მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება მე-18 საუკუნის იტალიის მასკულინურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ასახავს. მთავარი პერსონაჟი იტალიელი დიდგვაროვანი ქალია, რომლის დრამატული ცხოვრების ფონზე მე-18 საუკუნის იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყოფის მრავალფეროვანი პანორამა იშლება. ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც სოციალური აკრძალვებისა და ტაბუების პირობებში თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. დაჩა მარაინი მარიანა უკრიას სახით ქალის დაუვიწყარ პროტოტიპს ქმნის, ინტელექტუალურს, მგრძნობიარეს, შეუპოვარს, დაუნდობლად გულწრფელს და მებრძოლს, რომელიც მისჯილ სიჩუმეშიც კი პოულობს საკუთარ ხმას და ძალას, თავისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. მარიანა უკრია განსახიერებაა ყველა იმ ქალისა, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დიდი ძალისხმევით და შეუპოვრობით კი ცხოვრების გაგრძელება მოახერხეს. მთავარი გმირი ამ წიგნისა მარიანა უკრია ყრუმუნჯია და ეს სიჩუმე, რომელიც მუდმივად გასდევს აი ამ წიგნს, მთავარი გმირის, მთავარი პერსონაჟის ეს სიჩუმე არის მეტაფორა იმ დაძაბული დუმილისა, რომელმაც გამოანგრია ეპოქები და საუკუნეები და რომლებმაც ქალებს დაუბრუნა თავიანთი უფლებები და გარდა ამისა ეს არის მეტაფორაც ალბათ იმ მარადიული სიჩუმისა, რომელშიც იწრიტება და შთაინთქმება ხოლმე ზოგადად ტანჯულთა
ხმები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებათა გამო ჩაგრულ ადამიანთა ხმები, რომლებიც გროვდება რაღაც დუმილის უზარმაზარ ზვავად, რათა გამოხეთქოს მერე ნაპირები და მოთმინების მწვერვალიდან დაეშვას, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ყველას კარს მიადგეს, ადამიანთა გულები შეიპყროს და ჩართოს რაღაცა ახალი შეძახილისთვის, იმისთვის, რაც ჭეშმარიტი თავისუფლებით გვათავისუფლებს და რაც ჩვენში ღვთაებრივ სინათლეს გამოაშუქებს და გამოასხივებს. ეს დაძაბული სიჩუმე, რომელიც ახლავს ამ არაჩვეულებრივად ღრმა მგრძნობელობის გამჭვირვალე, ფაქიზი და ასევე ძალიან შეუპოვარი ბუნების ქალს მარიანა უკრიას არის შთამბეჭდავი, ძალიან სიმბოლური. ის ასახიერებს ასევე ყველა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის შინაგან ვნებათაღელვას, ლტოლვას აი ამ შესაძლებლობათა უსაზღვროებისკენ. მოკლედ, ბევრი კუთხით არის ძალიან საინტერესო ეს წიგნი, ძალიან რეტროსპექტულია. ასევე, რადგან ის აცოცხლებს მე-18 საუკუნის იტალიას, სიცილიას და როგორც წიგნის წარდგენისას უკვე მკითხველებმა ძანეს, ეს არის წიგნი, რომელიც დამუხტულია შემეცნებით. ის სავსეა ეთნოგრაფიით, კულტურით, მოგზაურობ მე-18 საუკუნის პალერმოში, სიცილიაში, ზოგადად რაღაც იმ იტალიურ ლანდშაფტში, როგორც ტოპოგრაფიულ, ასევე შინაგან ღრმად, სულიერ კონტექსტში და უამრავ რამეს შეიტყო ატმოსფეროს აი ამ ეპოქის, ამ ქვეყნის შესახებ. ძალიან ფერწერულია ასევე ეს ყველაფერი და დაჩამარაინი ნამდვილი ოსტატია, თხრობის დიდი ოსტატი, რაღაც საოცარი ტემპორიტმით, განუმეორებელი სტილით ყვება ამ ყველაფერს დაგემოვნებით თითოეული ეპიზოდის, მოვლენის, პერსონაჟის ხატვის და რა თქმა უნდა დიდ შთაბეჭდილებას უქმნის მკითხველს და რომ არა აი ის არაჩვეულებრივი თარგმანი, რაც შეასრულა ქალბატონმა ნუნუ გელაძემ, არა მხოლოდ ამ რომანში, არამედ დაჩამარაინის სხვა რომანების და ასევე აი პუბლიცისტური წიგნის თარგმნისას, რა თქმა უნდა, ჩვენ ის აღტაცება ამ მწერლის მიმართ ეს იქნებოდა ნაკლოვანი. დღეს კი საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრულიად არაჩვეულებრივი თარგმანები, როგორც გიორგი ლობჟანიძემ უწოდა შედევრალური თარგმანები იტალიური ლიტერატურის, თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსისა და აი ყველაზე გახმაურებული რომანი მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება ახლა უკვე ქართულ ენაზეცაა და მკითხველს შეუძლია მოიძიოს ის წიგნის მაღაზიებში, წაიკითხოს და ჩაიძიროს მე-18 საუკუნის პალერმოს, იტალიის ისტორიაში და დაემგზავროს საოცრად საინტერესო მომნუსხველ პერსონაჟებს. ქალბატონ ნუნუს ვკითხეთ უპირველეს ყოვლისა აი ამ რომანის შესახებ, მისი დაწერის ისტორიის, მისი მნიშვნელობის შესახებ იტალიურ ლიტერატურაში და ახლა მის პასუხს მოусმინოთ. მოგესალმებით, მადლობელი ვარ მოწვევისათვის. დაჩამარაინის რომანი მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება, რომელიც თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შედევრად ითვლება, გამოიცა 1990 წელს, თარგმნილია 25 ენაზე, 26-ე ქართულია, 73 ჯერ არის დასტამბული და მილიონი ტირაჟით გაყიდული. იდგმებოდა მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე და არაჩვეულებრივი ფილმიც არის გადაღებული რობერტო ფაენცას მიერ. მიღებული აქვს უამრავი ეროვნული, მათ შორის პრესტიჟული კამპიელო თუ საერთაშორისო პრემია. ეს გახლავთ ისტორიული რომანი დაჩას წინაპრის მარიანა ვალგვარნერას შესახებ. დაჩამარაინი მას ახსენებს ავტობიოგრაფიულ რომანშიც ბაგერია, რომელშიც აღწერილია თუ როგორ ბრუნდებოდა დაჩა 1946 წელს ოჯახთან ერთად იაპონიის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობიდან პალერმოსთან ახლოს მდებარე ბაგერიაში, დედის ტოპაზია ალიატას მამის სიცილიის პრინცის სასახლეში, სადაც ერთ-ერთ კედელზე ხედავთ ძვირფას სამოსში გამოწყობილი საგვარეულო ძვირფასეულობითა და მალტის ჭვრით შემკობილი თავისი წინაპრის მარიანას უზარმაზარ პორტრეტს, რომელსაც ხელში ფურცელი უჭირავს
ციტირებ, წერა იყო ერთადერთი გზა საკუთარი თავის გამოსახატავად, მას მუნჯს ეძახდნენ. პრინცესა მარიანა ვალგვარნერა დაჩას წინაპარი დედის მხრიდან ცხოვრობდა 1730-1794 წლებში და ის რაც მის შესახებ ამ რომანშია მოთხრობილი ნამდვილი ამბავია. ეს ამბავი მოკლედ ასეთია. ფრანჩესკო საბერიო ვალგვარნერას პრინცმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მამაკაცი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში უფროსი ქალიშვილი მარიანა უნდა გათხოვილიყო ოჯახის წევრზე, რათა არ გაფანტულიყო ქონება და შესაბამისად შენარჩუნებულიყო ტიტულები და გვარი. ამიტომაც 18 წლის მარიანა ცოლად გააყოლეს 30 წლის უფროს პიეტრო ვალგვარნერას, მამის უმცროს ძმას. რომანში კი 13 წლის მარიანა გაათხოვეს ოღონდ დედის უმცროს ძმაზე. და თუ რატომ იყო სინამდვილეში მარიანა ყრუმუჯი, უბრალოდ რატომ დამონჯდა, ესეც ნამდვილი ამბავია და ამას მკითხველი რომანიდან შეიტყობს. რომანში როგორც სათაური მიგვითითებს მარიანას ხანგრძლივი ცხოვრებაა ასახული. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ესპანეთის ბატონობის ქვეშ მყოფი სიცილიის ისტორიული კონტექსტის ფონზე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ულამაზესი მხარე ავტორმა ფონად გამოიყენა. სიცილია მარიანასავით უტყვი პროტაგონისტია, იმდენად დეტალურად აღწერილი, არა მხოლოდ მისი ბუნება, პეიზაჟები, ზღვა, ბაღები, ვენახები, პალერმოს ქუჩები და მოედნები, სოფლის სახლები, სამზარეულოები, სუფრები, წამლები, კერძები. სხვათა შორის, ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო, რომ თურმე სიცილიერებსაც ჰქონიათ ტარხუნის ლიმონათი. ერთ სიტყვით, რომანში დეტალურად არის აღწერილი იმ ეპოქის სიცილიის პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი ვითარება თავისი კონტრასტებით, უკიდურესი სიმდიდრითა და უკიდურესი სიღარიბით, წესჩვეულებებით და გარდა იმისა, რომ გენდერული ძალადობისა და ქალთა ავტონომიის საკითხებს აშუქებს, სხვა მხრივაც წარმოადგენს აქტუალურ ტექსტს, ვინაიდან იგი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის თემას. თუ როგორ შეუძლია ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. ამდენად მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება, მხოლოდ მისი ისტორიული პორტრეტი არ არის. ერთგან ავტორი წერს, მინდა რომ მარიანამ თანამგზავრობა გაუწიოს მკითხველს თავისი სიჩუმით, რომელიც სავსეა ფიქრებითა და აზრებით. ეს რომ ასეა დრო დაამტკიცა. 36 წელი გავიდა ამ რომანის გამოცემიდან და დღესაც იბეჭდება, ითარგმნება, მოთხოვნადია, რადგან ეს არის უაღრესად თანამედროვე, დღესაც აქტუალური რომანი. ნებისმიერი ტექსტის თარგმანი საერთოდ არასოდესაა ადვილი, მაგრამ ამ რომანის თარგმნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, რადგან რომანში იმდენი კულტურემაა და უხვად ორგანულად ჩაქსოვილი სიცილიური დიალექტი, რომ განმარტებისა და თარგმანის გარეშე ჩრდილო იტალიერიც ვერ გაიგებს და ქართველ მკითხველს სრული წარმოდგენა რომ შექმნოდა იმ ეპოქის კულტურაზე, ყოფაზე, გეოგრაფიულ ადგილებზე, დიალექტის ჟღერადობაზე, ბარჩია და ეს დამიდასტურა წიგნის რედაქტორმაც გიორგი ლობჟანიძემ, ყველაფერი განმემარდა. ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენე ქალბატონი ნუნუს არამხოლოდ მთარგმნელობითი საქმე, არამედ მისი მრავალმხრივი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბევრ შემეცნებით საგანმანათლებლო კულტურტრეგერულ საქმესაც. ერთ-ერთი ასეთი არის ის, რომ ქალბატონი ნუნუ მასპინძლობდა საქართველოში არაერთ ცნობილ და თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ვარსკვლავებად აღიარებულ ავტორს და მათ შორის იყო დაჩა მარაინიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ სტუმრობდა საქართველოს, ეს იყო მართლაც დაუვიწყარი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი დაჩასთვისაც საქართველოში სტუმრობა იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილება. ორი შეხვედრა გამართა მან, ერთი მწერალთა სახლში, მეორე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ოქროს მედლითაც დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ქალბატონ ნუნუს კითხეთ უშუალოდ დაჩა მარაინის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ კიდევ ერთხელ რომ გააცნოს ჩვენს მკითხველს, ესაუბროს მასზე და ახლა ისევ მას მოვუსმინოთ. დიახ, ქართველი მკითხველი უკვე იცნობს დაჩა მარაინის ჩემ მიერ თარგმნილი წიგნებით ხმები, გოგონა და მესიზმრე კაცი და წერის სიყვარული. ცოცხალ კლასიკოსად საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის,
ჟურნალისტის, ესეისტის, პოეტის, სცენარისტის, დრამატურგის, კინოდოკუმენტალისტის, თარგმნელის, დაჩა მარაინის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი, რეპორტაჟი, ესეისტური თუ პუბლიცისტური ნაშრომი, რომლებიც მთლიანად 25 ტომს მოიცავს, მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული. დაჩა მარაინის მინიჭებული აქვს უცხოეთის თუ ეროვნული უნივერსიტეტების დოქტორის 8 საპატიო წოდება, წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე. მისი ნაწარმოებთა უმრავლესობა მასკულისტურ საზოგადოებაში ქალის აუტანელყოფას ეხება. თუმცა დაჩა მარაინი არა მხოლოდ კალმით იბრძვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ 70-იან წლებიდან მოყოლებული აქტიურად იცავს ქალების ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს, აღვირახსნელ ფუფუნებასა და ბავშვთა შრომის დაკაბალებას, ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა თუ ლიტერატურულ ფესტივალებს, ბევრს მოგზაურობს და განსაკუთრებული გულისყურით ეკიდება ახალგაზრდებთან შეხვედრას და დიალოგს. რაც შეეხება გასული წლის ოქტომბერში დარჩას ვიზიტს საქართველოში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მწერალთა სახლისადმი, რომელმაც მოიწვია ქალბატონი დაჩა და შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია. ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისადმი, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა გაუმართა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. ქართული კულტურის შესახებ რასაკვირველია იცოდა ქალბატონმა დაჩა, მაგრამ ის, რაც 3 დღის განმავლობაში თბილისში იხილა, ძალიან მოხიბლული დარჩა და ეს თქვა კიდეც რამდენიმე ინტერვიუში, რომ ამ ქალაქში საოცრად მოხდენილა და ერთმანეთში ჩაქსოვილი ძველი და ახალი არქიტექტურა, ხოლო ქართული კულტურაო გავაცნოთ იტალიელებს და თბილისიდან გამგზავრების დღესვე აეროპორტში მითხრა კიდეც მწერალთა სახლი მოვიწიოდო ჩემს ფესტივალზე. ეს ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი თავად ქალბატონი დაჩა გახლავთ, იმართება ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ არონაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ავტორები ყავს ხოლმე მოწვეული უკვე 2011 წლიდან. მე ვესწრები ამ ფესტივალს და იქ გავიცანი დარიო ფო და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო მწერალი და თეატრალი და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი. დიდი მადლობა. დაჩა მარაინის რომანის მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება და ისევე როგორც ნუნუ გელაძის მიერ თარგმნილი ამ ავტორის სხვა რომანების უცვლელი და ბრწყინვალე რედაქტორი გახლავთ პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც თავისი ჩვეული პროფესიონალიზმით, ოსტატობით რედაქტორულ საქმესაც უძღვება ხოლმე და ეს ეტყობა ყველა წიგნს, რომელიც მის ხელში გადის, გიორგის ვთხოვეთ ასევე თავისი შთაბეჭდილება გაეზიარებინა რომანის შესახებ და ასევე შეეფასებინა ორიოდე სიტყვით ნუნუ გელაძის წვლილი ქართულ-იტალიური ლიტერატურული ურთიერთობების კონტექსტში. გიორგი ლობჟანიძეს მოვუსმინოთ. დაჩა მარაინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი გახდა სწორედ ნუნუ გელაძის თარგმანების წყალობით, იმიტომ რომ მანამდე ფაქტობრივად არ ვიცნობდი მის შემოქმედებას და აი ნუნუკამ იმით რომ თარგმნა მისი 4 წიგნი ქართულად და მათ შორის ბოლო დიოგენეს გამოცემა, რომლის პრეზენტაციასაც დავესწარით, მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება, აღმოჩნდა ჩემთვის საოცარი სამყარო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მწერალი აღმოვაჩინე, რომელიც მართალია ქართულად არ წერს, სხვა ენაზე წერს, მაგრამ მაინც ჩემიანია და სწორედ ნუნუ გელაძის არაჩვეულებრივი თარგმანის წყალობით, რომელიც მართლა არის ნიმუში, როგორ უნდა შესრულდეს ლიტერატურული თარგმანი ერთი ენიდან მეორე ენაზე. და სწორედ დაჩა მარაინისთან და მის შემოქმედებასთან ურთიერთობა მხოლოდ ერთი ეპიზოდია თვითონ ნუნუკას ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნუნუ გელაძეზე დგას დღეს ლიტერატურული თარგმანი ქართულ-იტალიური და პირიქით, რაც მნიშვნელოვანია, ნუნუ თარგმნის ქართული ლიტერატურის ნიმუშებს იტალიურად და ის არის კულტურტრეგერი, ერთგვარი სახე თანამედროვე ქართული ლიტერატურისა იტალიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ადამიანებს მე საგანძურს ვეძახი და მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. ძვირფას რადიო მსმენელებო, ჩვენ საუბრობდით
თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის დაჩა მარაინის რომანის მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება თარგმანის შესახებ ის ქართულად თარგმნა ნუნუ გელაძემ. წიგნი გამოსცა გამომცემლობად დიოგენემ და წიგნის რედაქტორი გახლავთ გიორგი ლობჟანიძე. მე კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის და ყველას გირჩევთ დაინტერესდეთ ამ რომანით, საერთოდ დაჩა მარაინის შემოქმედებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არის თარგმნილი ქალბატონი ნუნუ გელაძის წყალობით და კეთილის სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე მშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.